ეს კადრები, რომელიც ფილმზე შემორჩა, იმ პერიოდს ასახავს, როდესაც მეჩაიეობა სოფლის მეურნეობის წამყვანი დარგი იყო და ის შემოსავლის ძირითად საშუალებას წარმოადგენდა ოჯახში. ჩხოროწყუში ჩაის გაშენება პირველად კერძო პირებმა დაიწყეს. ისინი პირადი მოთხოვნილებისთვის კრებდნენ ფოთოლს და ამზადებდნენ ჩაის. 1922 წლიდან შეიქმნა სპეციალიზირებული მეურნეობა, სადაც მოეწყო ჩაის სანერგეც, გაშენდა ჩაის პლანტაციები. ჩხოროწყუს ტერიტორიაზე გაშენდა 6 გადამამუშავებელი ჩაის ფაბრიკა. მათ შორის 2 ფაბრიკა გადაურჩა სამოქალაქო ომსა და განუკითხაობას. ერთ-ერთი ლესიჭინეს ჩაის ფაბრიკა ამჟამად მუშამდგომარეობაშია. შენარჩუნებულია ყველა საჭირო დანადგარი და ტექნიკა, თუმცა ფაბრიკა უფუნქციოდაა დარჩენილი. მაშინ, როდესაც წლების წინ ფაბრიკაში დღეღამის განმავლობაში 140 ტონამდე ჩაის ნედლეულს ამუშავებდნენ. საწარმოში კი 150-მდე მუშახელი იყო დასაქმებული. დღეს კი აქ არსებულმა მანქანა დანადგარებმა საექსპონატო მნიშვნელობა შეიძინეს, რადგან დიდი ხანია აქ ჩაის ფოთოლს აღარ ამუშავებენ. დღევანდელი დღესდღეობით ჩხოროწყუს რაიონში დაახლოებით დარჩენილია 900-1000 ჰექტარი პერსპექტიული ჩაის პლანტაცია რაიონის მასშტაბით. ლესიჭინეში შენარჩუნებულია ჩაის ფაბრიკა, კიდევ 2 მიკროფაბრიკა და აუცილებლად ალბათ საჭირო იქნება რომ ამ პლანტაციების გამოყვანა, რეაბილიტაცია და ესე იგი მიუხედავად იმისა რომ ესე ჩაიზე მოთხოვნება ძალიან გაიზარდა ბოლო პერიოდში, ესე იგი ეს კულტურა არ უნდა დავივიწყოთ და უნდა გამოვიყვანოთ და უნდა გადავამუშავოთ, უნდა გაიყიდოს. ამ სოფელში 1500 ჰექტარზე გაშენებული ჩაის პლანტაციები დღეს გავერანებულია. ნაწილი ძირფესვიანად ამოიძირკვა, ნაწილი კი ეკალბარდით არის დაფარული. სოფელს გარეული ცხოველი მგელით შეესია, რომელიც გამოჩხერებულ ჩაის პლანტაციებში ბინადრობს და შინაურ ცხოველებს იტაცებს. მგელმა ამ სოფელში არაერთი სხულფეხა პირუტყვი დაგლიჯა. მეჩაიეობის დარგის განადგურება მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა ხალხის ყოფა ცხოვრებაზე. გაიზარდა უმუშევართა რიცხვი, შემოსავლის ძირითადი წყარო კი დაიკარგა. მეჩაიეობა კვლავ აღმავლობის გზას უნდა დაადგეს, ასეთია მოქალაქეების აზრი. პლანტაციიდან, რა თქმა უნდა, დღეს დაღლილი მოდიოდა, რა თქმა უნდა, მკრეფავი, მაგრამ იმედიანად იყო, რომ მიიღებდა ანაზღაურებას და ოჯახში იყო ისეთი ოჯახები, 2 მანქანა, ერთი თუ არა, ყოველგვარი საშუალებით ის წელგამართული იყო ჩვენი გლეხი. დაიწყოს მაგისი მოვლა, გასვლა, ყველაფერი ხალხს უნდა, მოსახლეობას უნდა, უმუშევრად ნახევარი სოფელი დარჩენილი და უნდა აღორძინდეს ქართული ჩაი, დაუბრუნოთ ძველი ღირსება, პატივი. მოვა დრო დადგება, ექნება საშუალება სამშობლოს და საქართველოს რომ იმას აღორძინებს და საჭიროა კიდევ რომ აღორძინოს. ამუშავდება თუ არა ჩხოროწყუს რაიონში შემორჩენილი 2 ჩაის გადამამუშავებელი ფაბრიკა, ეს ჯერჯერობით უცნობია. ასევე უცნობია რაბედიელით გაჩანაგებულ ჩაის პლანტაციებს. ადგილობრივ მუნიციპალიტეტში მეჩაიეობის დარგის აღდგენას ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად თვლიან რაიონისა და ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვის. იმედია სახელმწიფო გამოიჩენს კეთილნებას და მივიწყებული ჩაის კულტურა კვლავ აღსდგება. ელზა შენგელია და კობა ალექსანდრია სპეციალურად მრავალკუთხედისათვის ჩხოროწყუდან.